გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვების სამსახურის წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. მათთან ერთად ხეობაში ჩავიდნენ გარემოს დაცვითი ექსპერტები, სამშენებლო კომპანია ფერისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მინისტრმა ლარსი ჰესი და დარიალ ჰესი მოინახულა. ვიზიტორები ასევე იმყოფებოდნენ ხდის ხეობაში, სადაც შესაძლოა ყაზბეგის ჰიდროელექტროსადგური აშენდეს. ერთად ინტერესი და კითხვები იყო სამივე ჰესთან მიმართებაში და უფრო მეტი ინტერესი იყო დარიალ ჰესთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, რომ ეს რა შედეგია და რა გამოთქვამდნენ თავის პრეტენზიებს, ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რომ ასე არ გაკეთეს, ეს რომ ასე არ იყო, ძირითადად ეს იყო, ასევე იყო ძალიან ბევრი შეკითხვა, უფრო მეტი შეკითხვები იყო ენერგეტიკის სამინისტროსთან, მემორანდუმებთან დაკავშირებით. თუ გარემოს დაცვა აპირებს კიდევ ისეთივე ფუნქციის შესრულებას, როგორცაც ასრულებდა თქვა წინა მთავრობის პირობებში, მაშინ შეხვედრას აზრი არ აქვს, მაგრამ თუ გარემოს დაცვა შესაბამისად ხალხის ხო არსებობს რაღაცა თქვა ისტორიული გამოცდილება, სოციალური ცოდნა, რომელიც ამ მოსახლეობამ აქ ცხოვრების განმავლობაში შეიძინა. ამას ყველაფერს გაითვალისწინებს და მოსახლეობის ასած გაითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ეს უკვე იქნება სერიოზული შედგენა მაშინ სახელმწიფო და იქნება სერიოზული თანამშრომლობა ხალხსა და ნებისმიერ სამინისტროს შორის.